რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტში საქართველოში მდებარე საწარმოც მოხვდა. საუბარია ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე. ბრიუსელის შეფასებით საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს. სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ ამოქმედდება იმისთვის, რომ ტრანზაქციების აკრძალვის გადაწყვეტილება და სანქციები თავიდან იყოს აცილებული, საწარმოს 6 თვიან ვადას აძლევენ. როგორც ირკვევა, კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტთან გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად ევროკავშირიდან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გადაწყვეტილება გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის საგარეო უწყება ევროკავშირის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევას და სანქციების გვერდისავლას გამორიცხავს და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს. ყულევის სახელმა სანქციების კონტექსტში თვეების წინაც გაიჟღერა, თუმცა მაშინ საუბარი იყო ყულევის სპორტზე, რომლის მიმართ ბრიუსელს სანქციების გვერდისავლის მხრივ გარკვეული ეჭვები ჰქონდა, საბოლოოდ კი პორტი სასანქციო სიაში აღარ შეიტანეს. რა მასალები მიაწოდა ამჯერად ქართულმა მხარემ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასანქციო პაკეტის დამტკიცებამდე ბრიუსელს და რა განმარტებას აკეთებს თავად ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია. თათია ტაბეშაძე მუშაობდა დღეს ამ თემაზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. თათია. რუსეთის ეკონომიკის დასუსტების მოტივით ევროკავშირის საბჭოს მიერ შემუშავებულ სასანქციო პაკეტში საქართველოსთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ ევროკავშირმა დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოში ყულევში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს. აკრძალვა კი ძალაში 6 თვის შემდეგ შევა. რუსული ნავთობის გადამუშავებას ყულევში უზრუნველყოფს ქართული კომპანია Black-Sea Petroleum, რომელსაც მართალია ახალი კომენტარი დღეს არ გაუკეთებია, თუმცა კომპანიამ ჯერ კიდევ 2 ივლისს საზოგადოებას ამცნო, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას და ეს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალ მარჟინალური ბაზრების კარს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ 6 თვის ვადაში საქართველოს სასანქციო პაკეტიდან ამოიღებენ. აი ამ აზრს ამყარებს ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრესპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ 6 თვიანი გადავადებით ქარხნის მფლობელებს აძლევენ შესაძლებლობას რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ და ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში ყულევი სასანქციო სიაში აღარ იქნება. დღესვე საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებით ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და ის ადასტურებს, რომ ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამინისტრო იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნები გადახედავენ. საქართველოს სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს. ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდისავლისთვის. ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდისავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტის მომზადების პროცესში ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას. საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის. როგორც იცით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ. გსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ დავუშვით ეს 6 თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს საშუალება მივცეთ დივერსიფიკაცია მოახდინონ რუსული ნავთობისგან. თუ კომისია შეაფასებს, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულია, მაშინ მათ სიიდან ამოიღებენ და თუ არა, მაშინ შევთავაზებთ საბჭოს, რომ სიაში დარჩნენ. ეს არის ჩვენი პოზიცია ყულევთან დაკავშირებით. ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში პირველად უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების საწვავს აწარმოებს, ამან კი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს და იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს. 2028 წლისთვის ადგილობრივმა წარმოებამ სრულად უნდა მოამარაგოს საქართველოს საწვავით და განხორციელდეს ექსპორტიც. თავის მხრივ ქარხანა უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებსაც. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ოპოზიცია ამბობს, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი
ქარხანა რუსული ნავთობის გადამუშავებით და შემდეგ ბაზარზე საქართველოს სახელით გატანით რუსეთის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ სანქციები არ დაუწესებია და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაც არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა ქართული ოცნების თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს არ ყვევს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება კერძო კომპანიის საქმიანობაში არ ერევა და იმედოვნებს, რომ 6 თვიან ვადაში ნავთობ გადამამუშავებელი კომპანია ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავს. ეს არის სამწუხარო და შავი მომენტი ჩვენს ისტორიაში. ეს არ არის ერთი კომპანიის ან ერთი ქარხნის საკითხი. ეს არის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის, ევროპული კურსისა და ეროვნული ინტერესების საკითხი. როდესაც საქართველოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის სანქციების დღის წესრიგში ხვდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად არის მიჩნეული როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ არანაირი ნავთობის გადამუშავება ყულევის ნავთობტერმინალში არ ხდებოდა. უცვლიდან რუსულ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს წარმოშობის სერტიფიკატებს, რომ შესულიყო სინამდვილეში როსნეფტის, გაზპრომნეფტის და სხვა სანქცირებული რუსული კომპანიების ნავთობპროდუქტები, იქნებოდა ეს დიზელი, ბენზინი თუ სხვა პროდუქტი, შესულიყო მათ შორის ევროპის და მესამე ქვეყნების პორტებში და ქვეყნებში ისე როგორც ქართული წარმოშობა. ეს არის კერძო კომპანიის და შესაბამისად საქართველოს არ ერევა მის ესე ვთქვათ მართვის პროცესში. გარდა იმისა, საქართველოს აკონტროლებს მხოლოდ რომ არ მოხდეს ამ კონკრეტულ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა და ეხლა რაც შეეხება ამ სანქციებს 6 თვის ვადა აქვს. მე როგორც ვიცი ყულევის ხელმძღვანელობამ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები რომ არანაირი სანქცირებული ტვირთის მოძრაობა იქ არ ყოფილა და არ შეიმჩნეოდა და აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ რომ ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციებს არ დაუწესებენ. კაფეო არგუმენტები აქვს არსებულ კომპანიას და შესაბამისად იმედს ვიტოვებთ რომ საერთო ენას ევროკავშირთან ნახავენ. საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ერევა. დასტურდა კიდეც აქამდე არსებული ყველა მონიტორინგით არანაირი კავშირი სანქცირებულ ნავთობთან ამ ტერმინალს არ გააჩნია მის გადამუშავებასთან. ვიცით ჩვენ რომ 6 თვიანი შუალედი არსებობს სანქცირებულთა სიაში ყულევის ტერმინალის შეყვანის. ვივარაუდოთ რომ არის რაღაც გარკვეული საკითხები რომელიც დაზუსტებას საჭიროებს და ასეთი დაზუსტების და ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემდგომ იმიტომაც არის სავარაუდოდ ეს 6 თვიანი ვადა გათვალისწინებული რომ ეს სანქცირება იქნას არიდებული თავიდან. ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ 21 სასანქციო პაკეტში მოხვდნენ სხვა ქვეყნებიც და საუბარია არა მხოლოდ ნავთობზე, არამედ საბანკო სექტორზეც. საქართველოს ამ შემთხვევაშიც არის ნახსენები. ევროკავშირი აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას 14 კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პლატფორმის წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში არის დაფუძნებული. დღესვე საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და თქვა, რომ მათგან 3 სუბიექტი საქართველოშია დაფუძნებული, თუმცა არც ერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. გამოძიების თანახმად კი დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთი საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ეროვნული ბანკი იუწყება იმასაც, რომ მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. აქვე შეჯამებისთვის გეტყვით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა შიდა თუ გარე აქტორების მხრიდან პერიოდულად ისმის ბრალდებების საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მტკიცებულება არავის უნახავს. მადლობა, თათია ტაბაშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ევროკავშირის ახალ რიგით 21 სასანქციო პაკეტზე.